მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, საავტორო გადაცემა რეზიუმე, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვიყურებს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. მე ვარ ჟურნალისტი მირაბ პეტრეველი და დღეს პარასკევია, ჩემთან ერთად არის ჩემი თანაწამყვანი პარასკევი დათო ზურაბიშვილი, მოგესალმებით დათო. მოგესალმებით მირაბ, მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ბუნებრივია დღეს თავარი რაზეც ვისაუბრებთ ეს არის ხაზარაძე ჯაფარიძის გამოშვება და ის ამბავი რაც ამას მოყვა. ალბათ ყველა მიცის, მაგრამ ვინც არ იცის ვეტყვი რომ ჯაფარიძე ხაზარაძე გამოუშვეს პრეზიდენტის შეწყალებით. მართალია მიხეილ ყაველაშვილისთვის მათ შეწყალებით არ მიუმართავთ, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია ისეთი ხალხიც გამოუშვას, ვინც არ მიმართა შეწყალების თხოვნით, ამის უფლება აქვს პრეზიდენტს. თუმცა როგორც წესი მიმართვის შემდეგ იწყალებენ, მაგრამ ხდება ხოლმე რომ ესეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ. არა მარტო, არაერთ შემთხვევაა დღეს. ხო, პათიაშვილი გამოუშვა, ირაკლი პათიაშვილმა ეგრე მიმართვის გარეშე, მოკლედ ფაქტია და ამას ბუნებრივია მოყვა დიდი ამბავი, იმიტომ რომ იცით რომ ამ მუხლითაც დაკავებული იყვნენ ბატონი ჯაფარიძე და ხაზარაძე, კიდევ რამდენი პოლიტიკოსი ის გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ასე შემდეგ. შესაბამისად, ისინი არ გამოუშვეს. ყაველაშვილმა ეს თავის განცხადებაში მით ახსნა, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობსო, იმათ უშვებ მარტო. იმიტომ რომ არჩევნებსო რაღაცა კონკურენტული იყოსო უფრო და ასე. არა, ისეს კონკურენტულია, მაგრამ ასე უფრო კონკურენტული იქნება. მოკლედ ბუნებრივია ხა მარტო ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ გამოუშვეს, ამას ოპოზიციის დანარჩენ ნაწილში კიდევ უფრო მეტი ბრალდებები მოყვა მათი მიმართულებით. სოციალურ ქსელში და ვთქვათ აქტივისტებში უფრო მკვეთრი ბრალდებები ბუნებრივია. ვიღაცებს ეჭვი გაუჩნდა რომ გარიგებაში არიან ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა რაც გააკეთა არის ის რომ ხაზარაძეს ულოცეს და ჯაფარიძეს გამოსვა და უთხრეს რომ ფაქტობრივად ხა ეს არ უთხრეს, მაგრამ ეს იგულისხმობდა რომ თუ არ გინდა რომ შენზე ვიფიქრო და გარიგებული ხარ ასე შემდეგ ამის ერთ-ერთი წამალი არსებობს რომ გამოხვედი და თქვა რომ არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ანუ უარი თქვა არჩევნებზე და ამით ყველა კითხვა მოიხსნება. არა, ამით ყველა კითხვა არ მოიხსნება. მათი გადმოსახედიდან არსია რომ ყველა კითხვა ეს არის ძალიან მარტივად ჩემი აზრით, ადამიანს რომ აჩმორებ რა და ბოლომდე რომ მიაჩმორო აი ეგ არის. ეხლა ადამიანი ამის გამო წავიდა ასეთ კონფლიქტზე ხო სიტყვაზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან. ახლა მან უნდა აღიაროს რომ ეს სწორად მაგინეს, სწორად მახვილეს თავზე და ეხლა რა, ესე იგი იმის იმედზე რომ შემიწყალეთ თუ რა, ვერ გავიგე, თქვენ შემიწყალეთ, მაშინ იმან შემიწყალე, ხა მან შემიწყალოს. ამიტომ ეხლა მოდი ამას თავი დავანებოთ, ეხლა ეს რამდენად სწორია ხაზარაძის გადაწყვეტილება. არჩევნებში მონაწილეობა რა მონაწილეობა. ეს მოთხოვნა ჩემი აზრით არის აი ძალიან დამამცირებელი რომ მოდი უარი თქვი. ხო, არ არის, იმიტომ რომ ხო არჩევნებში მონაწილეობა მათი გადმოსახედიდან უქმნის ამ ხელისუფლებას დამატებით რა გამარჯობა ხა მოდი მაგაზულება როგორ მაგ რას უქმნის. აი ნახე ამუკა ხაზარაძემ ესე დაიწყო თუ პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი არ გამოუშვეს დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც იგივე მუხლით შეხედან, მან თქვა, ანუ ნახე აქ რა არის, როცა იგივე მუხლით რო შეხედან და იმათ არ უშვებენ, სოლიდარობის თემაც არის. თქვა უნდა მოითხოვოს მე ველოდი მაგალითად რომ ეს წინადადება რომ თქვა რომ თუ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი არ გამოუშვეს დარჩენილ პოლიტპატიმრებს რომლებიც იგივე მუხლით შეხედან მაშინ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნებში ეს იმიტომ რომ აი ჩემი აზრით სამართლიანი იქნება სამართლიანი იქნება ლიდერის განცხადება იქნებოდა და ეს იქნება ყველაზე დიდი მე პირადად ამის მერე ელემენტარული პატრიოტიზმი არჩევნებში მონაწილეობს არა არჩევნებში მონაწილეობს მომხრე რო ვარ უკაცრავად რა ვინმეზე ნაკლები ვარ ვინმეზე ნაკლები პატრიოტი ვარ თუ რა ვერ გავიგებ მართლა რა არჩევნებში მონაწილეობა ცოდვაა და ეს ხელისუფლების გაправება ვინც განიხილავს იმან ცალკე ველაპარაკოს მაშინ მოვიდეს ნებისმიერი დამიჯდეს და რას მაგრამ შენ ხა ხო არჩევნებში მონაწილეობა აბა რას ქვია შენ უბრალოდ ემხრობი და აქ უკვე ლელოსთან დაკავშირებით იგივეა აბსოლუტურად საპროტესტო საზოგადოებაში ყველა ბევრი უკმაყოფილება და გაჩნდა ბზარი ოპოზიცია შორის ეს ვინ გააჩინა უკაცრავად რა ხო ისინი ფიქრობენ რომ ლელომ გააჩინა არაფერი ლელოს არ გაუჩენია ეს გააჩინა ამ ღალატის და რაღაცა ხელისუფლებასთან შეკრულების ბრალდებებმა ასეთი კვეთრმა რეაქცია. ერთი წუთით წარმოიდგინე, ვერა, აი, მე და შეხო ამ შემთხვევაში სხვადასხვა პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს მოღალატეს ხო არ ვეძახი და რაღაცა. გასაგებია, შეიძლება მე ვწდები. მე იმას კი არ ვიძახი, რომ მე ვარ სწორი. შეიძლება შენ ვწდები, შენც არა გაკაზა 100%-იანი როგორ შეიძლება ადამიანი ასე ვთქვა. გამორიცხო რომ შეიძლება ყველაფერში სწორი იყო, მაგრამ ასე მგონია, ხო? დაუშვა და გულწრფელად წდება ადამიანი, ხაზარაძეც და გახარიაც.
მე მაინტერესებს ერთი რა შეიძლება ვწდებოდეთ მე და შენ რომლებიც რაღაც მოსაზრებას გამოვხდა შენ პოლიტიკოსი რო ხარ რაღაც გაწოლა ბიჭო ბაზარ დავასრულო რა ფუჭდება ამით ეს ამ კითხვაზე პასუხი მე ანუ მაგას ხო გასე ევროპარლამენტის არაფერი ევროპარლამენტის რეზოლუციას ამაზე პასუხი არ გაუწია არა ამას გამოიყენებს ხელისუფლება როგორ გამოიყენებს ერთი ვინმე მომიხსენეთ რა აი როგორ ამის მერე ესე იგი საქართველოში ჩათulis ვინმე რო იცი რა ხან ესე იგი ამათ მარჩენ მიუხედავად შედეგებისა რა ხან ამათ მარჩენებს შემოწმება არა თუნდა ამას კამათი კაცო ეს არის ხო მარტივზე მარტივი თუ ამით რაღაც ხონდა მოიპოვოს ხელისუფლებამ რაღაცა არჩევნებს გააправებს ასტიშავს არჩევნებს გააправებს არჩევნები გახდება მეტნაკლებად კონკურენტული რაც კონკურენტული კაცო რა პირდაპირ თქვა რომ აქამდე ვერ იქნებოდა კონკურენტული რაც პრობლემაა არჩევნებისთვის ა კონკურენტული იქნება ეხლა შესერიოზული გონია ახლა უფრო კონკურენტული იქნება არჩევნები ახლა ლელოს და იმას რო არ მიიღო მონაწილეობა ხაზარაძე ეხლა უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს რა თქმა უნდა ლელო არა მე ვამბობ რომ ხაზარაძე და გახარია რო შესულიყო არჩევნებში ეს არჩევნები იქნებოდა არა კონკურენტული ახლა კონკურენტულია. ოდა ისე რომ შევიდნენ უფრო კონკურენტული. არა. კონკურენტული იქნებოდა თუ მიიღებდა ყველთელი ოპოზიცია. ხომ იქნებოდა ხო უფრო კონკურენტულია და თუ მაშინ ვერც მოიგებ, ვერც კონკურენციას ვერ გაუწევ, რაღაც მიდიხარ ამ არჩევნებში. რა ლოგიკა იმას თავი დავანებ. არა. შენ ნუ გადმოგაკაკეთ რა. რატო? იმიტომ რომ მე მაინტერესებს სხვა რამე. როცა მეუნები რომ ეს რუსული სპეცოპერაცია, როცა მეუნები რომ მე არ გეუბნები ამას. არა, მე ვამბობ ოპოზიციის იმ ნაწილზე. როცა ამბობ რომ მოღალატეები არიან მაშინ ამას დასაბუთება უნდა, ანუ შენ უნდა დამანახო მე რომ ამით რა გურკეთდება ხელისუფლების საქმე, რა ბენეფიტს იღებს ამით ხელისუფლება. ანუ საზღვარგარეთ ამით რა იტყვის, ამერიკა იტყვის, ევროპა იტყვის, ვინ იტყვის იმას რომ რა ხან ამათ მონაწილეობა მიიღეს, რა ხან საკრებულოში გაიყვანეს 3-4 ტიპი, ამის გამო მორჩა ესე იგი და აწ უკვე ვიწყებთ ურთიერთობას ბიზნესთან. ეხლა ეს ხომ შენც კარგად იცი, მეც და ყველამ ვიცით რომ ეს არ მოხდება. მე არ ვიცი რომ სწორია ამ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა ამაზე არ დავიჩენ. ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო რომ თელ ოპოზიციას უნდა მიიღო მონაწილეობა და ეს შეიძლება თუ რევოლუციური ენთუზიაზმი გვინდოდა ამაზე კარგი საბაბი რაც იყო, მაგრამ კალაძის შტაბის პრეზენტაციას გვიჩვენა. მშვენივრად შეიძლება და ყოველი მაჟორიტარის წარდგენაზე შეიძლება და ეგეთი ამბავი ყოფილიყო. ანუ მუხტი თუ გვინდოდა კარგი ბიზნესი, მაგრამ არ გამოვიდა, ხო? შეიძლება დაუშვათ რომ არ არის სწორი მონაწილეობა. მაგაზე არ ვდავობ, ეს არ მგონია, მაგრამ ეს არ მგონია ასეთი დონის არსებითი საკითხი. უბედურება მგონია აი ეს პრინციპული საკითხია, მაგრამ როგორ რაშია პრინციპულობა? უბრალოდ აი ჩემთვის ამ სიტუაციაში სიმბოლოებსაც კი მნიშვნელობა აქვს, ხო? სიტუაციას იგივე ივანიშვილის გადმოსახედიდან ეს რას ნიშნავს, იცი, რომ ამ ოპოზიციას როგორც უნდა ისე ათამაშებს რა, ვიღაცას ერთიანობა არ არის ოპოზიციაში, ვიღაცას გამოიყვანს არჩევნებს მიაღებებს, ვიღაც უნდა დაიჭერს, როცა უნდა გამოუშვებს, რაღაცას იზამს, ანუ მივხვდი რომ ანუ ადამიანმა ერთხელ გამოიჩინა ოპოზიციამ ერთიანობა, როცა არ შევიდნენ პარლამენტში და ამის ეს უნდა ყოფილიყო ივანიშვილისთვის სიგნალი რომ ამ ოპოზიციას როგორც მოუნდება ისე ვეღარ ათამაშებს. არაფერი სიგნალი ეს არის. ბევრი რაღაცა გააფუჭა. ეს არ არის პოლიტიკური ის რომ ეხლა ეს პირველ რიგში ჩემი აზრით ამით დააზარალა თვითონ დავანებოთ თავი ერთი წუთით ის რომ ეხლა ეს ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ახლად გამოშვებულ ხაზარაძეს მიდგა და დედასაგინებს არ აგინებენ არც ეს არ აგინებს აბარაშვებიან არ უბრალოდ გამოვიდნენ თუ ეს რომ ეხლა სწორი იქნება რომ შენ უარი თქვა არჩევნებზე თუ ეხლა აგინებით არავის არ უგინები ეხლა ხო და ეგ აი ისეთი რაღაცა მწავავე განცხადებები არავის არ გაუკეთებს ვიზა პოლიტიკოსებზე რაც ლაპარაკობს რაც პოლიტიკოსებმა აგეთ რაც პოლიტიკოსებმა აკეთეს განცხადება რომ არჩევნებში მონაწილეობა რას ნიშნავს ანუ ტიპს უთხრეს რომ მოღალატე ხარ ღალატის გზაზე მიდიხარ მაგრამ თუ ეხლა შენ ამ შენ რაღაცა მოღალატეობას ცოტახნით თავს დაანებებ და ჩვენთან მოხვალ ანუ ბოდიშს მოიხდი თავზე ნაცრის დაყრით გვიახლები ნუ ჯანდაბას რა შეგიწყალეთ აი ეგ არის ზუსტად არა აი ეს არის ეგ შენ უტრირებ აბა არა მე არ უტრირებ სწორი აბა სერიოზულად ჩულებრივი აქ საუბარი რაზე არის იცი რომ ჩვენსკენ გადმოდი ხო და მე თუ მოღალატე ვარ მე თუ მოღალატე ვარ მე თუ ღალატზე მივდივარ არა კაცო მოღალატე ხარ მაგას არ ეუბნებიან რა სოუბნება რომ შეცდომას უშვებ არა მაგას არ ეუბნებიან გამოასწორო და ჩვენსკენ გადმოდი შეცდომას უშვებ და არასწორად იქცევი ერთია და შეიძლება და გადმოდი ჩვენსკენ. ეგ სხვა ამბავია, მაგრამ მოღალატე ხარ ხელისუფლებას აბრალებ ბიზნესთან თამაში და გადახედე სოციალურ გზელებს ეს ბრალდებებია ხაზარაძის მე. არა, სოციალურ გზები გავიგე, მაგრამ პოლიტიკური პარტიებს არ უთქვამთ ეხლა. პოლიტიკური პარტიებიც, როგორც გვარამიას პარტია, ისე ნაცმოძრაობა სხვა იქაც არის. დანარჩენებიც პრინციპში ამბობენ ამაზე ხო ხელისუფლების თამაშს თამაშობ შენ.
და შენ ხელისუფლების მასები და შენ და მარტო პოლიტიკოსებზე არ არის და ის ინფლუენსერები რო არიან და ვიღაცა გავლენიანი ხალხი როა და პროტესტის მონაწილე ამდენ რომელთა თავიდანვე ძალიან მკვეთრი და ხა თავიანთი აზრი აქვს ხა ხო და ყველას თავისი აზრი როა გასაგებია მაგრამ მოღალატედ რომ თული გაწოდა ხა მე მეუბნები რომ თუ ამ ღალატის მიუხედავად ამ ღალატისა იკადრებდა უარ სიტყვით საკუთარ თავს დაგმობდა მოხვალ მე კიდე ნუ ჯანდაბას მიგიღებ ნუ ნებისმიერ ვარიანტში განწირული ხარ იქ მესამე ხარისხოვანი ტიპი იქნება ხო ეს ასე იქნება ასე თვითარებაში არაფერი არ ჩაუგდია და თვითარებაში არ უნდა მივიდნენ არც აი შენი აზრი არ უნდა დაეთანხმო მოდი ახლა გავყვეთ და შექმნა საკუთარი დღის წესრი აი მოდი ახლა მეორე მხარეს ვერაკეთებენ მეორე მხარეს გავყვეთ ხო შენთვის შენც ამბობ რომ ჩემთვისაც კი არჩევნებში მონაწილეობას აზრი ქონდა თუ ყველა გავიდოდა რა თქმა უნდა მაშინ როცა არ გამოვიდა რომ ყველა გადის ყველა არ გადის ეს ცხადი გახდა ამის მერე მაინც არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმებას ხაზარაძისგან და გახარიასგან რა აზრი ქონდა? აზრი ქონდა განსხვავებული აზრი ქონდა ის რომ ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის ფლანგის გამიჯნულობა მეტი არაფერი აზრი არ აქვს. ხო, მაგრამ ამით პროტესტას გაემიჯნა, არა მაგრამ პროტესტი კი არ გაემიჯნა, პროტესტის დიდი ნაწილი პრაქტიკულად და ნაცმოძრაობის შეხედულებით ერთმანეთს დამთხეულია ამ შემთხვევაში. ეს დამთხევა ხდება იმაში, რომ დაემთხოს ახლა ნაცმოძრაობა თქვას რომ დედამწამ გვალიაო, ხო ვერ იტყვილო თხემ. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ დაემთხოს, გაწოდა მე არა ვარ ადამიანი, ხა მეც ხომ მინდა ვიღაცა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩემს შეხედულებებს გამოხატავდა. გავიგარ შენ თვითონ აზრი აღარ აქვს არჩევნებზე. აზრი არ აქვს, როცა ყველა არა, ამით ხელისუფლებას დაამარცხებ ხელისუფლების დამარცხება და რევოლუციური რაღაცა ენთუზიაზმის აგორება ახლა აღარ გამოვა. აზრი არაფერი არ ეს მორჩა მეათე ხარისხოვანი საკითხია უკვე. ამით არაფერი არ გამოვადა, 2-3 ადამიანი ეყოლება საკრებულოში თუ არა. აკეთებენ ამას. რატო აკეთებენ და უნდა იგივე იქნებ რაღაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ჭირდებათ საკრებულოს რაციონალური ახსნა არ არის. როგორ არის ძალიან რაციონალური ახსნა, ემიჯნები. ყველა რო წასულიყო, იქ 1% შანსი შეიძლება 2 ხელისუფლების მიზანი შეიძლება არ იყოს. ორი რო აი თბილისი მართლა გამოეგლიჯათ, მაგრამ ეხა ხო იგეც გამოირიცხა. ეხლა გამოირიცხა, მაგრამ მაგალითად, ოდესაც 2010 წელს მაშინ რესპუბლიკურმა პარტიამ, ახალმა მემარჯვენეებმა და ალასანიას პარტიამ, ანუ ალიანსი საქართველოსთვის მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ასევე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, იგივე ცხონებული კაჭეჭილაძე, ლევანი და კიდე გუბას სანიკიძე და სხვაები მაშინ ვინც იყვნენ, ასევე 2010-ის თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი მაშინ ზუსტად იგივეს ამბობდნენ, ბოიკოტი გამოაცხადეს. დიდი ნაწილი მაშინდელი ოპოზიციისა ბოიკოტს აცხადებდა. შენ გახსოვს იგონებდი რომ ვერ აიღო 20%-ზე მეტი ხელისუფლებამ. იმიტომაც ვერ აიღო. ხელისუფლებამ კი არა, ოპოზიცია. იმიტომაც ვერ აიღო რომ ნახევარზე მეტი ოპოზიცია მაშინ თქვა რომ არაო, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. და ეს იყო სწორედ იმიტომ რომ 2009 მანამდე იყო აქციები, სწორედ დიდი აქციები, დიდხანს რომელიც დამთავრდა იმით რომ ნუ პატრიარქი პლენში ყავდა რაღაცა გახსოვს. როგორი ამბები იყო მოკლედ საპატრიარქოსთან მისული და იმედგაცრუები და ამ იმედგაცრუების ფონზე თქვენს რომ ეს არჩევნები ფარსია და ხელისუფლება მაინცაც უნდა იმას დაიწერს და ნუ არ მიიღეს მონაწილეობა. ვინც მიიღეთ მონაწილეობა, მაინც ავიღეთ 20%. ეხლა და რაღაც საკრებულოებში რამდენიმე დეპუტატი კი არაფერი მიღწევა არ იყო, მაგრამ მოხდა რაღაცა კაფიოდ გაყოფა აი ამ ოპოზიციური ფლანგის, ამ მეორე ოპოზიციური ფლანგიდან. მეტი არაფერი. ეს თავისთავად არაფერი არ იყო. ახლაც ეხა მაგალითად ის რომ სადღაც გარკვეულწილად ის რომ ასეთი მკვეთრი რეაქცია წამოვიდა ბოიკოტის მომხრეთა მხრიდან კი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა დანარჩენი იმიტომ რომ ამას აყვა ოპოზიციური საზოგადოების მნიშვნელოვანი მე ვიტყოდი უმრავლესი ნაწილი ეხა არ ვიტყვი რომ რატო აყვა და როგორ და რანაირად და რა მიზეზები იყო ცოტა სალაპარაკოა ეს რატო მოხდა ასე მაგრამ აყვა ხო ფაქტია მივიღოთ ეს ფაქტი რომ ასე ეს ხალხი ასე უყურებს რომ ეს არასწორია ეხა უყურე ისინი ჩავარდნენ ასეთ მდგომარეობაში გახარიაც და ისიც დათანხმდებოდნენ იმას თავს იმ თავით ვიყენებდნენ უკვე მეორე ხარისხოვან მდგომარეობაში ასეთ სიტუაციაში მათ რატო გაიხადეს საქმე საკვანტო არა ნუ ეხლა ეს ანეკდოტის არ იყოს არა ვისეგონა ეხლა ეს იმდენად სიგიჟე იყო ჩემი აზრითაც და იმდენად ცხადი იყო რომ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი თბილისის მერობაზე იყო პოლიტიკური ალტერნატივის ძალიან კარგი შანსი მე არ მეგონა თუ ამაზე უარის თქმა ასე მარტივად შეეძლოთ ჩემი აზრით ეს იყო სერიოზული შანსი სერიოზული ოპოზიციური დიდი ოპოზიციური გაერთიანებისა იქნა გაშვებული ხელიდან მაგრამ ახან გაშვებული იქნა ხელიდან მე უკვე ყველა თავისი გადაწყვეტილების ეგრეთ გვარი მძევალია
მე ეხლა ვეღარ იტყვის, ეხლა ვერც გახარია და ვერც ის რომ აღარ ვერ ხედავენ გონია რომ ეს პრინციპში ის აღარ არის რაც მათ უნდათ, მაგრამ აბა ეხლა უკან დახევა ნიშნავს რომ მეორე მესამე ხარისხოვანი იმაში ჩაიყენებთ თავს. მათი მხრიდან სწორი იქნება რომ მაქსიმალურად 7-ად შეხვდნენ ამას და შეეცადონ და აი რასაც ვერ ახერხებენ. რაიმე ალტერნატიული დღის წესრიგი შექმნა. მანამდე მათი ამოცანა იყო ჩემი აზრით და მათ როგორმე უნდა მოეხერხებიათ რომ ეს რუსთაველის პროტესტი მაინც დაეტოვებიათ ცოტა ნეიტრალური დამოკიდებულებით. ყოველ შემთხვევაში არა ასეთი მკვეთრი კრიტიკით, ეს აერიდებინათ. ამაზე უნდა ემუშავათ სანამ საერთოდ გაჟღერდებოდა ეს თემა. ნუ ეს ვერ მოხერხდა. კი ბატონო, მაგრამ ახლა ვილაპარაკოთ მომავალზე. ახლა რა შეეხება მომავალზე? ახლა ყველაზე ცუდი რაც არის, ახლა ყველაზე ცუდი არის რომ ეს ერთმანეთთან დაპირისპირება. ხო, აი აგერ, ანუ საბოლოო ჯამში რა გამოვიდა, შეხედე როგორ სიტუაცია ოპოზიციაში, ბახარია ველიჩი არის გაქცეული და არა მარტო იმას იძახის რომ არჩევნებში შევალო. ეხლა დაამატა რომ არ გამორიცხავს რომ პარლამენტშიც და ეს არ იქნება პლატსორი კი არა, არასწორი გადაწყვეტილება იქნება რა. ვილად რო ვთქვა. ლელო აგერ ხო არ გამოუშვეს მისი ლიდერები და რაღაცა მთელი ამბები და ცალკე ასე ფლანგზე აღმოჩნდა. აქეთ ეს 8-იანი ცალკე არის, იქეთ 4 ოქტომბრისტები ცალკე არიან. 4 ოქტომბერი კიდე უჩესა. ნუ რაღაცა იქ 8-იანშიც დაიძაბა ურთიერთობა იქ თამარ ჩერგოლეიშვილთან და ასე შემდეგ და გარიცხვა სიტუაცია და მოკლედ ეს ხალხი ეს რას უყურებს. ხო? ამაში აბსოლუტურად ოპოზიციურ ფლანგზე არის რუსული სიტყვა რო გამოყო დურდომ. ხო და ახლა კიდე ხაზარაძის გინება იყო საჭირო ეხლა და ეს ამბავი კაცო. ეხლა რა თქმა უნდა ხელისუფლებამ ხაზარაძე და ჯაფარიძე გამოუშვა სწორედ ამ მიზნით რომ ოპოზიციაში კიდე აი შეიძლება თქვი დურდომი გაძლიერდეს კიდე დაკბინონ ერთმანეთი და თორემ საერთოდ არაპირებს ეს ადამიანი საერთოდ არჩევნების კი არა კაცო საერთოდ აკრძალოს აპირებს ყველა ამ პარტიის ეს დაანონსებული აქვს უკვე ნაცმოძრაობასაც უნდა აკრძალოს კახარიაც უნდა აკრძალოს ხაზარაძის პარტიაც და ყველა პარტიები უნდა აკრძალოს არასამთავრობოებს გადაუკეთოს ფინანსური გზები საერთოდ და ანუ არ უნდა მისცეს ფუნქციონერების საშუალება და გონია რომ ეს ვერ იცხოვრეს თბილად და ბედნიერად და მორჩება ყველაფერი რა დასავლეთის დაელაპარაკება იმიტომ რომ სხვა არავინ არ იქნება და რატო ეგონია ეგ რა მოხდება მაგრამ არა მოდი ახლა ჩვენ აი ეს დავარლაბებო თავი მოდი რა ასე გეგმა და რა მნიშვნელობა აქვს აი ამ პრინციპში ამ სიტუაციაში ერთ-ერთი რაღაცა კონკრეტულს ვინც რამეს ამბობს არიან ეს 4 ოქტომბრისტები მე ესე დავარქვი ხო 4 ოქტომბრისტები ხო გამარჯობა ასეთ კონკრეტულს მეც ვიტყვი კაცო სამში ვარ ანუ რაღაცას მაინც ამბობენ იმიტომ რომ ის 8-იანის პოზიცია როგორია იცი რომ ამასო არ ვეთანხმებითო კონკრეტული თარიღის დასახელებასო და რო ეკითხებენ აბა რას აპირებთ და ხელისუფლება იცი რა რაღაცა იქნებაო ამბობენ და ეხლა ასეთ რაღაცას მომდები ამომჩვენებს მაგას ჯობია მუხტის ასაზევად იცვენს რომ 4-ში მოდით რაღაცა ანუ რაღაცა კონკრეტულს მაინც მომდებიან ისი კი მაგრამ ეხლა 4-ში ვიწყებ რაღაცა იქნება ეგ რა პოლიტიკა მაგრამ მე რა ეხლა 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებ ხარ რამდენად სერიოზული ამის განცხადება 4-ში როგორ ამთავრებ კაცო 4-ში დამთავრდება არა ბაადაბურჯულოზე მაგას ხალხის მოტივირებისთვის ჭირდებათ რა ანუ ხო და მე ის მოტივირება რო არ გამართლდება ახლა რო არ გამართლდეს და ეჭვმათ ასე მოხდება იმედით მე ვარ 4-ში დამთავრდება რაღაც არ გონია ხო იცი ადამიანი როგორ ახანაზე იცახიან შეიძლება რაღაც იციან მეც არ ვიციო რაღაცა იფიქრებს და მივიდა მე აღმოჩნდა რომ არ ცოდნია არაფერი ანუ ეს ხალხი იძახის რომ 4-ში თუ არ დამთავრდება ფეხს არ მოვიცულით რაღაცას ამბობენ რა ანუ აქ ვიდგებით მანამ-სანამ მოკლედ რაღაც გეგმა აქვს რომელიც შესვლა ან შესვლა არავინ არ აი 2-20 სიტყვით თქვა ცოტა სხვაგან წავედით თავიდანვე თუმცა რაც ბუნებრივი იყო ამ ხაზარაძე და ჯაფარიძის გათავისუფლების შემდეგ მინდა ვთქვა სიტუაცია რაშიდაც შევიდა ეს პროტესტი და საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობა ჩემი ის მინდა შემოთავაზო მაყურებელსაც ხედვა ავიცი ამდენ დამეთახმება რადიო მსმენელებსაც აუცილებლად ჩემი აზრით ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი აი პლატოს რო ეძახიან დიეტის დროს აი დიეტაზე როცა ხარ და რაღაცა მომენტში დიეტა რადგან კორონავირუსის დროს იყო აი პლატოზე არისო ვირუსის გავრცელება ანუ რაღაცაზე რაღაც წერტილამდე რომ მიდის და მე რო იმ წერტილზე რო რჩება кайხა ანუ არც მატულობს არც იქნებს ეხლა ეს პროტესტი რაც მოდის ამდენი ხანია და ამან ძალიან დიდი მე ვიტყოდი ფსიქოკულტურული მნიშვნელობა აქვს უკვე ამ დიდ პროტესტს მე არასოდეს არ მithქვას რომ პროტესტის ალტერნატივა არჩევნებია რაღაც მე მეაჩერე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რაღაცა კაცო ჩამოყალიბდა ადამიანთა ჯგუფი შეიძლება ითქვას რამდენიმე 1000 რომელიც აი მზად არის ყოველდღე იაროს მზად არის რა ნებისმიერ შემთხვევაში იდგეს მისი ცხოვრების წესი გახდა ესაც ცხოვრების წესი შეეცვალა 291 დღე იყო გუშინ ხო 291 დღე ხო ყოველ დღე რო
იმაზე მე რო ივლი ყოველდღე სასამართლოზე უპირებ ამ უბედურებებს, რომელსაც ხელისუფლება ჩადის იმ სასამართლოზე და მე ნამყოფი ვარ ადრე მართალია წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ არ მგონია დიდი სხვაობა იყოს, მოსამართლეებიც იგივე იყვნენ თან. მაშინ იგივე ზუსტად იგივენაირად მიდიოდა პროცესები. ნუ ამ მოსამართლობას რო უყურებ, როდესაც 2x2 57-ია ტიპი გეუბნება. ახლა ბუნებრივია რომ აღშფოთებები და საერთოდ აი სუსხვა ემოციურ ტალღაზე ხდები ადამიანი აწყობილი. ხო და აი ეს მოხდა ისე რომ ხელისუფლებამ ეს ვერ ჩაახშო. დღეს ჩვენ გვეყოლება ერთ-ერთი ასეთი პატიმარი, ასე ვთქვათ, სინდისის პატიმარი და პოლიტიკური. ყოფილი პატიმარი. ყოფილი პატიმარი, სინდისის პატიმარი, ჩემ შეფასება თუ მაინც და მაინც შაირო არ მოგდონდა არა. ის ნიკაკაცია და ის ალბათ გამოკითხოთ მას თვითონაც რას აპირებს და როგორ ხედავს მომავალს, მაგრამ მეორე მომენტია იცი რომ ეხლა ჯერ ეს ხო არ თავდება ეს ამ პატიმრების პროცესები გაგრძელდება ასევე სააპელაციოში, მერე სტრასბურგში. ანუ ეს პროცესი მიდის, ხელისუფლებამ ეს ვერ ჩაახშო, ვერც მოსყიდვით, ვერც მუქარით, ვერ ჩაახშო ეს პროტესტი. მაგრამ მეორე მხრივ მინუსი რაც აქვს, რომ ეს პროტესტი ვერ გადაიზარდა ვერც ისე უფრო მასობრივ რაღაც მოძრაობაში, რომელიც გამოკვეთდა პოლიტიკურ ალტერნატივას, ანუ პოლიტიკურ ლიდერს, რას გულისხმობ პოლიტიკურ ალტერნატივაში? აი, გულისხმობ იმას, რომ თუ ბიძინა არა, ვინ მოდის მაშინ ხელისუფლებაში? ამას ჭირდება ჩემი ღრმარწმენით ძალიან კაფეო პასუხი. არა ის რომ კოალიცია და აი ესე აი ეს ტიპის ეს სახელი და გვარი ივანე პეტრიაშვილი თუ პეტრე ივანიშვილი თუ ივანიშვილი ღმერთმა გვაშოროს ვიღაცა სხვა მოკლედ საჭიროა ესა საჭირო კი არა აუცილებელია ასეთი კაფეო ალტერნატივის გარეშე არა მარტო ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთაც თუ დასავლეთმა არ იცის იგივე ამერიკის კონგრესმა იგივე ევროკავშირმა არ იცის რომ აი ეს რომ დაუშვათ და ყველანაირად მივიღეთ ზომები და ესენი შედა მივაწექით და გავაგდეთ დაუშვათ ბიზინა ჩვენი ერთ დღეს ვაიძულეთ ბიზინა რომ ჩაიქნია ხელი და წავიდა სადღაც სეიშელის კუნძულებზე ან მოსკოვში რა ვიცი სად წავიდა აი მე ვინ მოდის ეს უნდა იცოდე მეტნაკლებად უნდა ჩანდეს როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ჩანდა რომ იყოს ვიად გამსახურდია გამოკვეთილი ლიდერი ჩანდა 2003 წელს რომ იყოს სააკაშვილი ჩანდა 2012-ში რომ მოვიდოდა ივანიშვილი. ანუ სანამ ეს არ ჩანს. თუ არ არის ასეთი ლიდერი 2007-შიც კი ლევან გაჩეჩილაძე წამოყენებული ლიდერი იყო, ის არ იყო მანამდე პოპულარული. მაგრამ რეალობა მოიყვანა მაშინ და 2007-ში ის სერიოზული ალტერნატივა გახდა სააკაშვილის. ამიტომ აი ასეთი ალტერნატივა რაღაცა რომ ვინ მოდის ეს გვჭირდება. ახლა ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, ამ პლატოდან ეს პროტესტი შეუძლებელია დიდხანს ეს პლატო გაგრძელდეს. ანუ გაგრძელდეს სიტუაცია, ხელისუფლება ვერ მიდის უფრო დიდ რეპრესიებზე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ანუ ვერ მიდის იმაზე, რომ ყველა დაიჭიროს და დახოცოს და ამზე გადავიდეს და ეს პროტესტი ასე ჩაკლას, სხვანაირად ეს არ ჩაკვდება. პირდაპირ თქვათ და ეს ხალხი კიდე ივლისს კი არა, 1 წელიც ივლისს და 3 წელიც თუ საჭირო იქნა, ამას ვერ მოსპობენ. მეორე სხვა ამ პროტესტმაც რაღაცა უნდა იფიქროს, რომ როგორ შეძლოს ამ ალტერნატივის დაბადება. აი აქ ვართ გაჭედილი რა და ალბათ რაღაცა უფრო კარგი იქნება იმაზე ფიქრის დროს არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ თუ არ ვიღებ. ბოლო-ბოლო მოაგრეს არჩევნები დამთავრდება და რა დიდი 2-3 კაცი ეყოლოს საკრებულოში და იმ პარტიებსაც აკრძალოს მერე ივანიშვილი. არაფერი არ მოყვება ამას. და პარტიებს თუ აკრძალოს, რა ვინ მიცემს ხელისუფლებას ლეგიტიმაციას? ეს ივანიშვილის გონია, რომ თუ ყველაფერს მოსპობს, ველს მოასუფთავებს, მარტო თვითონ იქნება, ну ის ფიქრობს, აბა მე ვიღაც დაელაპარაკები არის, იძულებული იქნება ის deep state-ი მე ველაპარაკოს. და მე აქ მაგის იმედი. ეხლა ეს მანამდე მიყვება მეთოდურად გეგმას. ეხლა ეს გამოუშვეს, ეს როგორც სიტყვიანა, გონი გიანოდიამ დაწერა, თვალსწინები, კოთვერნული სვლა არისო, რა თქმა უნდა ასეა. ანუ ამასაც თქონდა მოყვება და რეაქცია და ჩვენ რეკლამაზე გავალთ აუცილებლად მინდა ხელისუფლების კიდევ ერთ ასე ვთქვათ რბილად რომ ვთქვათ არასწორ ნაბიჯზე და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯზე ვილაპარაკო ეს გამოაქვეყნეს იცით წულუკიანის კომისია სრულიად წარმოუდგენელია და სუნარი ნუ იქ ასაგები ხან ნაციონალიზმაზე რაც უნდათ ის დაეწერათ მაგაში პრობლემა ხო არა მაგრამ მაგაშიც პრობლემაა ჩემი აზრით ძალიან სპეციალურად უნდათ ის დაეწერათ არა ნაციონალიზმაზე ხა ქვეყნისთვის არ არის პრობლემა არის რაც დაწერეს 2008 წლის ომზე რა თქმა უნდა ნუ ფაქტობრივად
საქართველოს პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ქართულმა მხარემ ვიღაცების დავალებით გააჩაღა ეს ომი და ეს ეგრევე აიტაცა რუსულმა პროპაგანდამ, სამხრეთ ოსეთში ან ცხინვალში პროპაგანდა, აი ცხინვალის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, გამოცემა წერს, რომ თბილისმა აღიარა ის, რასაც 17 წელი ველოდით ჩვენ და რუსეთი. საქართველოს ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის. ეს სამომავლოდ შეიძლება საფუძველი გახდეს ამ სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ აღიარონ თქმა უნდა, ეხლა მაგაზე ცხინვალის დამოუკიდებლობა და სოხუმის. ასე გვირველი. აი შენ თვითონ რომ ამას დააწერ. რომ აი შენმა ამათ გონიათ რომ პრეზიდენტი სხვა არის და ქვეყანა სხვა არის, იმ დროს ის სააკაშვილი მოგწონს თუ არ მოგწონს, და მე და შენ არ მოგწონს უდებრივია, მაგრამ ის წარმოადგენდა 2008 წელს ამ ქვეყანას და როცა შენ ამბობ რომ სააკაშვილი დაიწყო, ეს შეშო საქართველოს დაიწყო, საქართველოს პრეზიდენტი იყო ის მაშინ, ხო? არა ეს რამდენ მე ვიტყოდი რა ვიცი ხა ნუ ამას რა უწოდო ხა ღალატი დავარქვათ არ მიყვანს ასე ხმამაღალი მაგრამ პრინციპში ეგ არის აბა რა არის ხა არის მოღალატური საქციელი შენი ქვეყნის დადანაშაულება შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ამას იმედია არ მოყვება ასე ვთქვათ ის ასე ვთქვათ შედეგები რა შედეგებიც მოყვებოდა მსგავსი ტიპის დადგენილება ცოტა უფრო ადრე იმიტომ რომ ამჯერად რუსეთი იმდენად ოდიოზური არის ევროპის თვალში და იგივე ცხინვალის 2008 წლის კონფლიქტიც იმდენად ცხადია ყველასთვის ეს რუსეთის ბრალია და არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა სააკაშვილიას გააკეთებდა აი ეს უკვე არის ცხადზე უცხადესი ეს არ იყო ცხადზე უცხადესი ცოტა ხნის წინ ხო, სანამ უკრაინა შეიჭრებოდა. და ცოტა ხნის სანამ უკრაინა შეიჭრებოდა, იქ ბევრი ფიქრობდა, რომ შეიძლება მართლა სააკაშვილის ბრალი ყოფილიყო, მაგრამ ნუ გამოირკვა, რომ ასე არ არის და ამიტომ იმედი მაქვს, მაინც ევროპელებიც და ამერიკაშიც არ მიაქცევენ ამას დიდ ყურადღებას და ხო, მაგრამ აღიარების პოლიტიკა გამოიყენებს ამას. რუსეთი რა თქმა უნდა, ჩვენ საჩუქარი მივართვით ახლა პარლამენტის ხელით რუსებს ყველა საერთაშორისო დონეზე იქნება ეს გამოყენებული და დაგვიდებენ წვიცი რომ აბატონო შენი მთავრობა ამას ამბობს. აღიარებდა თვითონ. თან ხო გამოძიების დონეზე. თქმა უნდა. მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება ნიკა კაცია, რომელიც 2 დღის წინ გამოვიდა ციხიდან და ვისაუბრებთ ციხეზეც, პოლიტიკაზეც, ყველაფერზე, პროტესტზეც და ასე შემდეგ. მაშას გადაცემა რეზიუმე დაბრუნდა ეთერში და როგორც გითხარით ჩვენ შემდეგი სტუმარია ნიკა კაცია რომელიც 2 დღის წინ გამოვიდა ციხიდან ნიკა მოგესალმები გამარჯობა მოგესალმებით მაყურებელსაც მათ შორის გილოცავ თავისუფლებაზე გამოსვლას და ნუ მინდა რომ ვიცი რომ ეს დღეები სულ მედიასთან ყველა შენ ამ თემაზე გელაპარაკება და რაღაცა თვითონ ციხის ამბებზე აღარ გითხავ ბევრი მოყევი ამ შეხედვით უბრალოდ მინდა რომ ჩვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ მოუყვე და რადიოსონოს აუხსნა აი როგორ დაგიჭირეს, რის გამო დაგიჭირეს და აი ეს თვითონ ამბავი, ანუ რის გამო აღმოჩნდით ციხეში, საბოლოო ჯამში როგორ რა გააკეთა ხელისუფლებამ მოკლედ ეს რომ იყოს საზარელი ესეთი ბოროტი მახინჯი რამ არ ვიცი აბსოლუტურად მახინჯი სცენარი და აი როცა მისვამ ჟურნალისტები კითხვა საინტერესო სამჯერ გამემეორა დღეს ერთმა ჩვენმა კოლეგამ და რეალურად ის რასაც ჩადებას უწოდებთ რაღაცნაირად პირდაპირ ასოციაცია მიდის ხოლმე რომ აი ვიღაცამ ჯიბეში რაღაც ჩამიდო ჩემს ჯიბეს ისინი იმდენად რომ აი ხელის მტევანი ჯიბეში აღმოჩენილი იყო ასე არ შემხებიან ქუჩაში გამოჩერეს მაგრამ აი ბოლოდან ვიწყებთ რატო ანუ რეალურად ეს ამბავი ანუ ნარკოტიკი ჩადებულია პირდაპირ საქმეში ანუ ჩაკერებულია იმ დოკუმენტებში რომლითაც მე შენთვის არც უნახებიათ არც უნახებიათ პირველად სასამართლოში მაშინ როცა გამოკითხვის პროცესი იყო არსებით განხილვაზე ვიყავით უკვე არ ვიცი არ მინდა დავუშვა შეცდომა სულ მე რომელი არსებითია, რომელი წინა სასამართლო რაღაც არ ვიცი, რაღაცნაირი ჩარჩოა და რეალურად ბოლოდან დავიწყე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩადებები როცა გვესმოდა, ხედავდით ან გვაჩვენებდნენ ან ხსავდნენ სხვა დროსაც, სხვა ეპოქაში, სხვა ხელისუფლებების დროს, როცა ფიზიკურად ადამიანს ეხებოდნენ ადამიანის სხეულსაც და თუ ერთ შემთხვევაში იყო ხოლმე ნარკოტიკი, მეორე შემთხვევაში იყო ხოლმე იარაღი და ასე შემდეგ და აი ამასთან შეჯახება, არ ვიცი, ყველაზე ბოროტია, ყველაზე უსამართლო და თან ყველაზე სუდი არის ის რომ ადამიანები ხომ რაღაცნაირად ასე ცხოვრობთ რომ მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მე ეს არ შეიძლება შემეხოს და რეალურად მთელი სევდა ამ ამბის ის არის რომ ჩვენ მაშინ როცა ამას ვფიქრობთ აი რაღაც
ვარდისფერი სათვალით უყურებთ აქციებიდან მოდიოდი. კი ბატონო. და ცხოვრებას და რატო უსვამ ამას ხაზს. რეჟიმს საერთოდ არ აქვს ასე გამოყოფილი ადამიანები, ანუ რეჟიმი რა დროსაც ჩათვლის საჭიროდ რომ შენ ზედმეტად მინიმუმ ხმაურობ, იმიტომ რომ მე მქონდა ესეთი საკმაოდ დიდი ჯგუფი, მრავალათასიანი, სადაც 60,000-მდე ადამიანი იყო იმ ჯგუფში და რეპორტერი Facebook-ზე რუსული აქციების დროს კი ბატონო, აი ის დეзинფორმაციის კამპანია რომ იყო მხოლოდ პროპაგანდის ნაწილში არ ვეხებ მედია საშუალებებს, ცალკე სოციალურ ქსელში რომ ეს ტროლები, ბოტები დაორგანიზებულად გვიტევდნენ, გვაშავებდნენ, გვეძახდნენ უსამშობლოებს, არ ვიცი, ანარქისტებს და ყველაფერ უბედურებას, გადავწყვიტე რომ რაღაც ჩემი წვლილი უნდა შემეტანა ამ ყველაფერში და იმიტომ რომ მე არ წარმოვადგენდი არც ერთ მედია საშუალებას, რაღაც პროცესებში მინდოდა ჩართულიყავი და ყველაზე მარტივი პროფესიით ჟურნალისტი ხარ, შევახსენებ ყურებელს, ჩვენი კოლეგა არის ნიკა. და ავსახავდი დოკუმენტურ მასალას, ეს ჩემი პერსონალური აქტივობა რაც იყო Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და ასე და ასე. შემდეგ უკომენტარებდი ყველა იმ მასალას, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე დოკუმენტური, ანუ რასაც ვიღებდი ჩემი ხელით ვამონტაჟებდი და ვდებდი სოციალურ ქსელში. ამას მოვყვა შემდეგ ეს დაარეპორტე რომ ამ დეзинფორმაციას შევწინააღმდეგებოდი და აი აქედან იყო ასე ვთქვათ დამაფოკუსეს, იმიტომ რომ იქ გაჩნდა ბევრი კომენტარი. მე გადამიღო 3 დეკემბერს პოლიციელმა, რომელმაც მივხვდი რომ უბრალოდ არ გადამიღო და ეს არ იყო ჩვეულებრივი სუსი, სხვათა შორის იმითაც გამოგვიცხე რომ ზურგზე ეწერა ქურთულზე შს და ისეთ რასაც ნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ეს ვიდეო მე დავდე რომ აი წინაღეთ მივდივარ მათქი რატო ხარ ჩოქში თქო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართე და უცებრე გაჩნდა პირველი კომენტარი ბოტის რომ რამდენიმე დღეში დაგიჭერენ. რეალურად დამიჭერა 7 დეკემბერს, ანუ ამ ვიდეოს გადაღებიდან 7 დეკემბერს და დამიჭერა სახლში ტაქსი მყავდა გამოძახებული ჩვენი კოლეგის მაკა ჩიხვაძის სადმი სასიკვდილო თავდასხმა ჩემთვის ძალიან შემზარავი აღმოჩნდა გარდა იმისა რომ მაკას ვიცნობ როგორც ადამიანს, მოქალაქეს, კოლეგას, აი არ ვიცი, სულ რომ არ მცნობოდა აუცილებლად გავიდოდი სახლიდან, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი სისასტიკე მოქალაქემ გაატაროს. გამოვიძახე ტაქსი, კონკრეტულად მაკას ეძღვნებოდა ჩემი სახლიდან გასვლა 7 დეკემბერს, ჩავჯექრით თუ არა ტაქსიში, ტაქსიც ცოტა საეჭვოდ გამოიყურებოდა, იმიტომ რომ უცნაური არატაქსური ვიტყვი ესე მანქანა იყო და როგორც კი ჩავჯექე, რამდენიმე წამში დამახტნენ პირდაპირ გაგებით თავზე და რაღაც პირველი კომენტარი იყო რომ ფაქტი სად არის ბიჭო და აი ეს უცაბედი სტრესი იქცა, აი ძალიან დიდ სიმსუბუქეთ, იმიტომ რომ მე მგონი გეშლებით თქვენ და მოდით გადავამოწე რაღაცა ასეთი შინაარსის, ახლა ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ უცებ შემეშინდა მეგონენ ტიტუშკებით ან მაკაზე რაც მოხდა ნანახი მაქვს პირდაპირ ეთერში და მგონია რომ იგივე გზა უნდა გავიარო და სადაც გოგო ასე გაწირეს ქალი ჟურნალისტი იქ ამ სასემად დაგესხენ თავს გეგონა ასე მეგონა და ვფიქრობდი რომ იყვნენ ტიტუშკები ის ტიტუშკები რომლებიც იმ დღეებში მრავლად ჩანდნენ პირდაპირ ეთერებში ყველა მედია საშუალების პირდაპირ ეთერში და ამ ფაქტზე მოკლედ და უცებ მე მიშველეთ ვიყვირე იმიტომ რომ აი ეს მომგლიჯეს უცებ ეს პირბადე კი არა ბალაკლავას რომ უწოდებთ ზემოდან მეფარა კიდე ქუდი მქონდა სათვალე ჩვეულებრივი რაღაც ტექნიკური სათვალე თავის დასაცავად რომ თვალი არ დაეზიანებინათ და ვადაგასული აირწინაღი და ეს ნივთები უცებ გაქრა პირდაპირ იქვე 2 წამში არ ვიცი 3 წამში შეიძლება გააქრეს და წავიდა ეს სიტყვერი შეურაცხყოფ არ მინდა ახლა უბრალოდ პირდაპირ ეთერ წავბილწოთ ბილდ სიტყვაობით ანუ დედის გინება გამოვაკლოთ და დანარჩენი რაც შეიძლება გაგვახსენდეს ბილდსი ყველაფერი მოვისმინე იყო რა თქმა უნდა ის ცნობილი ფრაზა რომ იმ ქათმებთან დადიხარ პირდაპირ აქცენტი იყო აქციებზე ეს ცოტა გამიკვირდა იმიტომ რომ ფაქტი სად არის და უცებეუნები რომ აშკარად გეშლებით და პირდაპირ ცვლი ფირფიტას და იწყებ აქციაზე საუბარს ანუ შემთხვევითი ამბავი უკვე არ იყო მალევე იქვე სახლიდან დაახლოებით 50-60 მეტრში მაქსიმუმ უკვე წავიდა ესეთი აგრესიული მოქმედებები ხელიდან ტელეფონის გამოგლეჯა დაშინება რომ აი რამდენჯერაც გეტყვი ვიტყვი სიტყვას მოეთრები ოღონდ ეს ბილწად მითხრეს იმდენჯერ მოიმასის ამ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ოღონდ მეც დაბნეული ვარ იმიტომ რომ თან მეორე მხრიდან კიდევ ერთი მიჭერს და ვერ ვსუნთქავ და მინდა რაღაცნაირად ამოვისუნთქო და ტელეფონის გამოგლეჯამდე ვცდილობდი რომ დამეჭირა სოცხილაკისთვის რომ იქნებ შესულიყო ის ზარი და მომესრო რომ რაღაცნაირად გამომადგებოდა იმიტომ რომ მივხვდი რომ კარგი არაფერი არ ხდებოდა და წინ გარკვეულწილად უარესი მელოდა ცემა აი კონკრეტულად ხელის მოქნება ან წიხლის ჩარტყმა ასეთი არ ყოფილა მაგრამ ესეც ფიზიკური ძალა
ძალადობა, როცა სულ იმ დროს 62 ვიყავი კილოგრამი, ანუ ჩემთვის ერთი ხელით საკმარისი იყო, არ ჭირდებოდა ამას დიდი ჯგუფი და ბევრი ადამიანი იყო ახლომახლოს და ამას ვხედავდი ხან სარკიდან, ხან გვერდითა სარკიდან და ვაკვირდებოდი, მე გადამიყვანეს მესამე ლოკაციაზე და იქ დაიწყო ეს მთავარი, ანუ აი პირში ხელის გამოსმა, იღლიებში ხელის გამოსმა, რომელიც მე აი რაღაც სექსუალური ძალადობასავით მეჩვენა, იმიტომ რომ ვერ მივხვდი რა უნდა უცხო ადამიანს ჩემს იღლიაში, გამაშიშვლეს ამავდროულად, გადამიყვანეს გარეთ და სხვათა შორის გადაღებული აქვს, თუმცა არ ვიცი ფოტო თუ ვიდეო, იმიტომ რომ მე ვხედავდი უბრალოდ ლინზას და რა ხდებოდა ფოტოს იღებდნენ თუ ვიდეოს, მაგრამ მეჭირად მობილურებით იყვნენ აღჭურვილები და უკვე როდესაც გადავიდნენ ჩხეკაზე, აი იქ ვთქვი რომ თქვენ მე მაქვს უფლება ამ ამბავს დაესწროს ვინმე, მაშინ არ ვიცოდი ესე ტერმინი ნეიტრალური მოწმე და ამავდროულად ვითხოვდი რომ დამერეკა ოჯახის წევრთან, იმიტომ რომ როცა რამდენჯერმე ვახსენე რომ დედა მარტოა და არ შეუვარდეთ, იმიტომ რომ ესეც უკვე გავთვალე, იმიტომ რომ აი მათი საუბარი ერთმანეთთან გადაძახილი რაღაც მინიშნებები ნიშნავდა იმას რომ სახლში შესვლა იყო მათი მთავარი გეგმა და როცა გაიგეს და დარწმუნდნენ რომ დედა იმყოფებოდა მარტო, აი ზუსტად ეს ფრაზა იყო რომ დროზე დაგაზეთ. აი სიტყვა სიტყვით, არაფერი მეტი და არ მიყვარს გაზვიადება და ამაზე კიდევ უფრო მოიმატა ჩემმა ნერვიულობამ და მივხვდი რომ კარგი საქმისთვის მარტო სახლში მარტო მყოფ დედასთან არავინ არ მევიდოდა. შემდეგ გავიარეთ ეს ყველაფერი და მითხრეს რომ ხო არ გვიცემი ხარ, მე ვითხოვდი პერმანენტულად უმეორებდი კონსტიტუციასთან დაკავშირებით გარკვეული ფრაზები მქონდა, შევახსენე პოლიციის შესახებ კანონი, ვიცოდი რომ მქონდა უფლება უარი განმეცხადებინა და თავად ამომეტრიალებინა ჯიბეები და მათ რაღაც ეს გადაუდებელი ოქმი თუ რაღაც არ ვიცი როგორი ფორმულირება აქვს სამართლებრივ ენაზე, მაგრამ მე ვნებოდნენ რომ აი განჩინება კი არა, აი გადაუდებელი ოპერაციის თუ ოპერატიული სამუშაოების ჩატარების უფლება ჰქონდა და აი ხელი როგორც კი წაიღეს მართლაც რომ აი არ ვიცი აი წამში სასწაულებრივად აი ტელეფონი მქონდა რაღაც ჰიგიენური პომადა იყო რაღაც ექსანთებელა და ასე რაღაც ნივთები ყურსასმენები მალევე უცებ ამოვყარე, იმიტომ რომ თან ვიჯექი ისე რომ აი რაღაცაერთ აი იდაყვით, ვცდილობდი რომ ცოტა ჩაწოლილი ვიყავი და ქურთუკის და შარვის ჯიბეს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შევხებოდი რომ მარტივად არ შეეხციათ, ასე ვთქვათ, ჯიბეში, იმიტომ რომ ამას კარგი არაფერი მოყვებოდა, იმიტომ რომ ის პირველი აქცენტები რომ იქ რაღაცა ფაქტი სად არის, მე პაუზა აქციებზე. ხო, ეს იყო. ხო, ნუ და საინტერესო რა ახლა, ნუ სადღაც ხელახლობრაზდები რო იტყვეთ თავისთავად ახლა ნებისმიერი თქვენგანის ახლა იმიტომ ბევრი ადამიანი დააპატიმრეს მაშინ ჩემი დაკვირვებით ისინი ეძებდნენ ორგანიზატორებს და ეჭვი მიქონდათ იმ ხალხზე რომელიც ან სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ, ალბათ ეს იქნება მოთავე, ალბათ ერთ-ერთი თქვენც იყავით ვიზედაც იეჭვეს რომ თქვენ ხართ საერთოდ ერთი ორგანიზატორი და ეს წინახაზზე ასე ვთქვათ ფრონტის წინახაზზე ამ ბრძოლაში ან მოდი ასე დავარქვათ სპიკერები რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმით პროტესტში ჩართულობით გამოირჩევენ ისინი ჯერ შეამოწმეს და მე ასეთის სახე ამყოფილვარ ისინი შეამოწმეს თავიდან ნახეს რომ ისინი ნუ რაღაცნაირად ამ პროტესტს არ ყავდა და დღესაც არ ყავს აი ერთი და ეს არაფრით არ ჯერათ. ის ერთი თავი იყო, გვახსოვს ძალიან კარგად, ვინც იყო, რაც იყო, თავის განცხადებით და რატომაც გავედით, იმიტომ რომ აი სულ ამბობ, რომ ამას ამაყად კი არ ვამბობ. კარგი იქნებოდა, რომ ალბათ ქონოდა ისეთი უნარი, რომ უფრო მალევე გამოჩენილიყო. მაგრამ ხო, აი ხო, მე წამოყარეს მაგრამ სეკაპედში და რომ ანუ მაგთავი რა არის, რომ ადამიანს ჯიბიდანაც კი არ ამოუღეს არა. არა, აი ამას ვუსვამხარს. პირველად მე გავიგე ჩემი ბრალის შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორში მეორე დღეს ესე გამოდის. ისიც ადვოკატთან ერთად, რომელიც საკმაოდ მეორე დღეს გითხრეს, რომ ნარკოტიკი აღმოგიჩინეთ, ხო? ანუ იქ შენთვის არც უნახები. შეკითხვა მინდა მე, იმიტომ რომ თუ რახან დროში შესაძლებელი ვარ დღეს სამწუხაროდ მეტედრო ყოფილი ყოფილი საინტერესო. თქვენი აზრით რატომ მოხდა თქვენი განთავისუფლება? მანამდე ახობაცის განთავისუფლება, აი რატო წავიდა ხო? კარგად გვესმის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს. სამართლებრივად თქვენი ზედა ყოფილიყავით და კი ბატონო, მე ჩემი არც მოგზალებული აზრია ასეთი რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, იმიტომ რომ როგორც აი ახლა ცოტა დეტალურად მინდა აღმენიშნა, იმიტომ რომ სახლში შემოვარდნის შემთხვევაში, აი დედასთან რომ იქ შემთხვევით ჩაუტყდათ მათ გასაღები, სეკაპედიდან მეორედ მიბრუნდნენ, ანუ ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის შენობიდან მეორედ ისე წავიდნენ სახლის მისამართზე და ჩატყდა გასაღები და ეხლა თქვენ რომ წარმოიდგინოთ რომ ვიღაცის დედა არის სახლში, რომელიც არის ასაკავად მე 42-ის ვარ და ბუნებრივია ჩემზე უფროსია, თან ჩემი ვერ ფლობს ამ გაჯეტებს, ანუ ვერ
ვერაფერს ვერ გადაიღებდა და აი არ ვიცი მე უცებ არ ვიცი იქ შეიტანდნენ დაყრიდნენ ისი პრაქტიკაც დიდი აქვს და აი ეს იყო მათი მთავარი გეზი აღმოჩნდა რომ ისინი იქ იმყოფებოდნენ იმიტომ რომ მანამდე დედა იყო როგორც სასამართლო პროცესებიდან ვიცი დედაჩემი გასული იყო სახლიდან და დაინახა ბევრი უცხო ადამიანი და შევთანხმდეთ რომ უბანში ყველას ვცნობთ და მას შემდეგ რაც მე დავასწარი მათ გეგმას ამ მე გამოვედი სახლიდან გადავწყვეტი აქციაზე წასვლა მათი გეგმა ყისიერად შეიცვალა ანუ ისინი აწყობილი იყვნენ იმ სცენარზე რომ სახლში უნდა დავეჭირე და სახლში უნდა იქნათ უარესები დაკნეს გარეთ და უცებ მე რო გარეთ აღმოჩნდი იმიტომ რომ მაინც ქუჩა მესმის რომ არის გლდანი და არა დაუშვათ თბილისის ცენტრალური ნაწილი მაგრამ მაინც არ იყო ისეთი დრო ანუ შუაღამე არ იყო სადღაც 11-ის ნახევრის მერე გავედი სახლიდან ჩავჯექი ტაქსიში და რაც უკვე მოგიყევით და გითხარით აი უკვე აქედან დაიწყო მათი შეცდომები ანუ ისინი ვერ მიხვდნენ რაღაც მომენტში იყვნენ ეიფორიაში ერთი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმიტომ რომ ამას სუნით გრძნობდი და ეხლა ვერ შემეშლება მეც ისევე როგორც ყველას ამ ქვეყანაში ღვინის გარდა მიყვარს ეს ალკოჰოლი და რა თქმა უნდა თუ არის საშუალება რომ მოვდუნდები მაგრამ ეს არ იყო ის შემთხვევა რომ ჩვეულებრივ მოქალაქეზე საუბრობთ იმიტომ რომ ის ასრულებდა მის მოვალეობას კი ბატონო იყო პოლიციელი მეორე იყო სრულიად არაადეკვატური და მე არ ვიცი ის რის ზემოქმედების ქვეშ იყო იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ ესეთი შეგრძნება მქონდა რომ ერთი თვალი სხვაგან მქონდა მეორე სხვაგან აი გიჟივით აცეცებდა ამ თვალებს იქნებდა გიჟივით აი ყველაზე აგრესიული ვინც იყო და გამოპრანჭული სრულიად არაადეკვატური აი ეს ნამდვილად გამოსაკვლევი იქნებოდათ კი არა და გამიხარდებოდა რომ გამოეკვლიათ მაგრამ სახელები და გვარები ჩემთვის არავის არ უთქვამს არც რეგალია არც მაგალითად რატომ იყვნენ ისთვის იყვნენ შინარსი არაფერი არ გამიგი აი იზოლატორში მოხდა ეს და აქედან გამომდინარე აი რატომ გაგვიშვეს აი ხა აი ამ უსამართლობას რომ იხსენებდა ნუ ვერ დამავიწყდება ვერასდროს პასუხი არის ერთი რომ ბევრი ეჭვი ჰქონდათ იმიტომ რომ 2024 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში რომელიც ჰქონდათ ახლებს მე ვიყავი აქტიურად ჩართული და საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიცვა ამ ჩემმა აქტივობამ და რაღაცნაირად ჩემით ეს ერთ-ერთი ვერსია ჩემი უნდოდათ გაშავება ამ ახლების იმიტომ რომ არჩევნებამდე ერთი წლით უკან რომ გადავახვიოთ იყო ასეთი პროპაგანდის ასეთი ხაზი რომ იქ აქციაზე მიდიოდნენ უსამშობლოები იქ რიგდებოდა ნარკოტიკი მე გიждდებოდა საზოგადოება და მე იწყებდნენ თითქოს და შტურმს და აი ამ სცენარში უნდათ რაღაცნაირად ჩავესვი ეს არის ხო და ნუ მე მასაც ვეთანხმები და თუ რასაც ამბობს რომ აქტიური ხალხის მოშორება უნდათ გიორგი ახობაძეს ყავდა სტუმრად და ის ამას ვეთანხმები ანუ მათი მიზანი საბოლოო ჯამში იყო თქვენი ამ რამდენიმე თვით პროცესიდან ჩამოშორება ეს აქტიური ხალხი მაგრამ კი არა ის ხალხი და რით რა საბაბით დაიჭერნენ მნიშვნელობა არ ქონდათ შეიძლება მათ არც ქონდათ თავიდან გადაწყვეტილი ესენი ახლა 10 წელი და 9 წელი ციხეში გაეშვათ უბრალოდ ქონდათ რომ რამდენიმე თვით მოვაშოროთ. ამიტომ ზოგს დავიჭერთ მაშხალის გამო, ზოგს ქვის გამო, ზოგს ნარკოტიკის გამო დავიჭერთ და თავარია წინასწარი პატრონობა მიუსაჯოთ. ეს 9 თვე თუ რაღაცა იყვნენ ციხეში და ვიღაცებმა შეშიდნენ, ესენი მოშორდნენ და ეს 9 მერე თუ საწყარდა პროცესი ვიღაცებს გამოუშვეს, იმიტომ კი არა მარტო რომ უბრალოდ იქ ვიღაც დაჯდა ერთი თუ არ ვიცი მონების ბრძანებელი თუ სხვა დანარჩენების შემსრულებლები ამ მოროტების, აი გაგვიშვეს იმიტომ რომ რეალურად მათ ხელთ ჩასაჭიდი უნდა ქონოდათ, იმიტომ რომ სადაც მე გავერკვიე მინიმუმ 9 თვეში რომ სამართლებრივად არის რაღაც თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა საჭირო, ანუ მტკიცებულებების მოპოვებაში ისინი არ ჩართულან, ანუ გამოძიებას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს მოძიებული. გამოძიება აი ბრალდების მომენტში, როცა პროკურორი რაღაცებს იქიდან ამბობდა, აი როგორ გითხრათ, 3 ის ქონდა პასაჟი და აი ამ პასაჟის ირგვლივ აწყობდა მისსავე ხაზს, ანუ ვერაფერს ვერ მეუბნებოდა. მაგალითად, აი იყო იქ მომენტი, რომ აი იციან ხოლმე დაშინება პროკურორებმა, რომ აი გასაღებაზე ცოტა ფრთხილად იყავი, ხე ჩვენი ჩემთან ესეც არ იყო, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში აი ტატუები გამოიყენეს ალბათ იმისთვის, რომ ეს თავისი რაღაცა ხაზი ამ ბრალდების დაეცვათ, რომ მოკლედ მომარგეს, ჩათვალეს რომ თუ ტატუ აქვს, აუცილებლად ადამიანი არის ნარკოტიკების რაღაც აი სტერეოტიპულად შემხედეს, მოკლედ და ამ ხრივ შემირჩიეს, თან ნახეს ალბათ იქ რო ჟურნალისტებსაც ანუ რამე შეხება ადრე არ ქონია. არანაირი აბსოლუტურად არც ადმინისტრაციული ჯარიმა და ზოგადად აი როგორ ვთქვა ახლა იქ იყო გზაში ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი, რომელსაც მოწევ აი ამ ტონით მეუბნება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა და აი ეს ამაზეც მეცინება რომ პირსინგებით, ტატუებით და იმ ჰაბიტუსით როგორითაც ვარ წარმოდგენილი, რატომღაც ჩათვალეს რომ მე აუცილებლად დავთანხმდებოდი და მახსოვს რომ აი წამიერად ფიქრიც რო არ გჭირდება რომ არ გაბედოთ მოწევა, იმიტომ რომ ტოქსიკური შეტევა დამემართება და შეიძლება ჩაგაკვდეთ. და უცებ აი როგორი მუხრუჭი იყო, იცი, რაღაცა წინ რომ რაღაც გადაგირბენს და უცებ რომ უნდა დააჭირო ბოლომდე რომ აი ესეთი და 4 თავი უცებ მიყურებს და ნუ მანდ მე ცოტა ისა ბილციტყვაობით მომმართეს რომ ჩათვალეს რომ მე რაღაცას მივხვდი და სინამდვილეში გულწრფელად უთხარი რომ ანუ ეს სუნიც რომ მეგზნო ცუდად გავხდებოდი
და ასე ვარ ბავშვობიდან ზოგადად და ცოტა არ დაიჯერეს ეს და მერე იყო იქ უშუალოდ შენობაში ესეთი ეპიზოდიც რომ ვითხოვდი ისტორიულად ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაყვანას და იქიდანაც არ წამიყვანეს და ეხლა კითხვა მაქვს მარტივად ანუ შენ როცა დარწმუნებული ხარ პოლიციელი რომ მე რაღაც დანაშაულში ვარ ეჭვმიტანილი და თან ბევრი ამბავი გაქვს მოძიებული არასდროს ანუ ქუჩიდან მიყავთ ხალხი არაფერს არ ეკითხებიან და მე რატომ არ წამიყვანეს მაშინ ნარკოლოგიაში ანუ უარი განაცხადა ანუ წავიდეთ ადამიანებმა რა გააკეთეს რა თავარია რომ რამდენიმე თვით მოვაშოროთ მოდი იმას ის დავაბრალოთ ამას ის დავაბრალოთ ჩავსვათ წინასწარ პატრიოტობას ხომ მიუჯის მოსამართლე იმიტომ რომ ჩვენია მოსამართლე რასაც უნდა ვეტყვით და მე გამოუშვებთ ეხლა და ვეტყვით უი ბოდიში არ ყოფილხარ ანუ წარმოგიდგენთ რამდენი თვე იჯექი აი ზუსტად ამ კვირის ბოლოს კვირას 7 სექტემბერს გახდებოდა 9 თვე ანუ ადამიანები ახობაძე ის კიდე ერთი აბრამოვი 9 თვე ჩასვეს ციხეში და 9 თვის მერე უთხრეს უი ბოდიში თქვენ მართლები ყოფილხართ და გამოუშვეთ ვითომ ეს 9 თვის აწავიდა ხო ვითომ არაფერი ძალიან ცუდია მძიმეა რეალურად მეც ვთილობ ხოლმე რა მაგარი ის არის რა მიდგომ მაგრამ მე იძახიანო აი ხო ხედავ დამოუკიდებელი სასამართლოა ხო გამოუშვეს ეს ხალხი და უკაცრავდა 9 თვე რის გამოვიჯექი ციხეში ანუ რითაც მე ახლა გამიშვეს იგივე მიზეზით მათ შეეძლოთ აღკვეთიც არ შეეფარდებინათ ჩემთვის და არ გავეშვი წინასწარ პატიმრობაში მათთვის ეს იყო იგივე ზიას და სხვებს ამ აქციაზე დაკავებულ ადამიანებს და მზიასაც ძიმე მუხლები თავიდან რატო შეუფარდეს? იმიტომ შეუფარდეს რომ ძიმე მუხლებზე უფრო კარგად ითხოვ მერე იმას წინასწარ აყვედღონიზებას. და მათი მიზანი ეს იყო რომ მზიას და სხვების წინასწარში პატიმრობაში გაეშვათ. მერე აღდნენ და მერე თვითონ თავიდან ვექოდათ გადაწყვეტილი. მერე აღდგებით ვიღაცებს გამოუშვებთ, ვიღაცებს ჩამოუκლებთ წელს, მაგრამ თავარია რომ წინასწარი პატიმრობაში ჩავუტოვოთ. მე მგონი მათი მიზანი მაინც ის იყო რომ გაეტეხათ ეს ხალხი რაღაცნაირად წამოეყვანა სამწუხაროდ ჩვენ დროს გადავაჭარბეთ საინფორმაციო უნდა გავიდეს ეთერში მადლობა ნიკა კიდევ ერთხელ თავისუფლებაზე გამოშვებას ნიკა კაცია იყო ჩვენი სტუმარი ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა გემშვიდობებით კვირამდე კვირას 8 საათზე გადაცევით პოლიტ ქალაქი შეხვდებით ერთმანეთს